მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან დამიგვიანდა ვიდეოს ჩაწერა, რადგან თითქმის იგივე განმეორდა, უბრალოდ უფრო ასე ვთქვათ, უფრო გვიან თუ ადრე უკვე ვეღარ გავიგე, ესეთ დროს მომიწია დაძინება, რადგან საქმეები მქონდა ბოლომდე ჩასამთავრებელი, მოსაგვარებელი და მოკლედ პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომენტატორს, რომელმაც წინა ვიდეოს ქვეშ დამიწერა ესეთი რამ რო დამიწერეო, ის საბონენტოს ნომერიო, ან ანგარიშის ნომერიო, მოკლედ საბონენტოს ნომერი დავტოვე და მივხვდი, რომ უნდა ადამიანს ახლა რაღაცით შემეშველოს თქო და ვიფიქრე ახლა ჩემთვის, რომ ესეც რაღაცა ახლა წამადგება თქო ამ პერიოდში თან წინა საახალწლოდ რაღაცნაირად თუ ვინმე გვერდში დაგვიდგება თქო, მაგასაც ჯობია. მოკლედ ძალიან გამიხარდა და ველოდები ახლა რომ რაღაც რამოდენიმე ახლა არის ახლა შეგვეშველება თქო და მეგობრებო, ეს იყო ისეთი სასიამოვნო შოკი მივიღე, ისეთი სიხარული და გაოცება პირველ რიგში, რომ დამიწერა პასუხად, რომ სრულად დავფარეო. ანუ ეხლა მინდა რომ წარმოდგენა შეგექმნათ როგორი სიტუაცია დენზე რახან ზამთარია და ვინც არ იცით ახლები ხართ, მოკლედ ცენტრალური გათბობა, ანუ ბუნებრივი აირი შემოყვანილი გვაქვს, მაგრამ არ გვირთავენ რაღაცა პუნქტებია, მოკლედ შესაძლებელი და ამის გამო უკვე რამდენი წელია, ასე ვთქვათ, ვწვალობთ ყოველ ზამთარს გათბობის თვალსაზრისით ვrთავთ ეგრეთ წოდებულ რეფლექტორებს, დენის გამათბობელს და საკმაოდ ესეთი თანხა მოდის ხოლმე, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოდის. ეკონომიური გამათბობლები საკმაოდ ძვირი ღირს და ეს იაფასიანი რაც არის ახლა ეს 35-40 ლარიანები, ეს წავს დღეში თან მინუსები როცა ყინავს გარეთ, ჩვენი სახლი მიუხედავად იმისა, რომ პატარა ართვება საკმაოდ და ამიტომ ახლა ეს ძალიან ეს გრძელი წინა სიტყვა გამომივიდა. მოკლედ ართვება კარგად, იმიტომ რომ უხარისხოდ არის რემონტი გაკეთებული, არის ასე ვთქვათ ჭუჭურტანები ისეთი, საიდანაც ქრის, რასაც ქვია ქრის ქარი და სწრაფად, როგორც სწრაფად თბება, ისევ სწრაფად იყინება და ამიტომ ამ ბოლო ხანებში ფაქტიურად სისტემატიურად არის ჩართული. ეხლა აქეთ ამ ოთახში ვთიშავ ხოლმე რა თქმა უნდა ღამე, მაგრამ ის რომელიც უფრო უსაფრთხოა, ჩემი აზრით რეფლექტორი ძალიან ისე გრამატიკულად მაქვს ესე ვთქვათ განლაგებული, რომ რაღაცა რომც მოხდეს თქო, ანუ ისეთ ადგილზე მიდგას, რომ რამე არ მოხდეს რა მოკლედ და აქედან გამომდინარე, მქონდა ამ სხვათა შორის კიდე დაჟე მეიაფა, იმიტომ რომ ამის გარდა კიდე ხო არის ახლა კი ეკონომიური ნათურები მაქვს, არის კომპიუტერიც სხვათა შორის ასე თუ ისე საკმაოდ ისეთ 15-20 ლარამდე წავს მქონი თვეში და აქეთ მაცივარი, იქ წყლის გამაცხელებელი, რომელთაც მადლობა ნინოს, რომ ნინო არა, მე ცხელი კიდე კარგი ხანია არ მექნებოდა, ჭურჭელს დამრეცხავდი ისევ გაყიდულ წყალში, გამეყიდებოდა ხელები, როგორც ყოველ წელს ვრეცხავდი და შიგადაშიგ კი ვაცხელებდი, მაგრამ ისიც ხო ხარჯია თავისთავად, ახლა ელექტროჩაიდანი. გაზი ახლა ვიღაცას დაინტერესდება თუ ახალი ხარ თვინმე, რა მაქვს მაშინ, ანუ სადილებს რაზე ვამზადებ, მაქვს დიდი ბალონი და პატარა ბალონი. დიდი ბალონი კარგი ხანია არ დამიტენია, ვფიქრობდი საახალწლოდ, მაგრამ როგორც არის ახლა ეს მეყოფა ის ერთი ბალონი, მოკლედ ტენი ხოლმე პატარა ბალონს და იმაზე ვამზადებ სადილს. ხო, და გამათბობელი გვაქვს დენზე, ამიტომ გადასახადი, ხო, ის თქვი, რომ გამიკვირდა თქო რა, ეს 133 თუ 135 ლარამდე იყო
და მე იაფა, იმიტომ რომ წინა წლებში უფრო მეტი მოდიოდა, ანუ 150, აი როგორც არაფერი ისე უნდა მოსულიყო და მაგის ზემოთ კიდე ემატებოდა ხოლმე რაღაცა და ანუ 180-85-მდე წადიოდა. და როცა მე სრულად ვერ დავფარავდი და რაღაცა კუდს დავტოვებდი, გადადიოდა ხოლმე და ასე რომ ძალიან დიდი ის გამოდიოდა წინა ვიდეოშიც ვთქვი ამაზე. მოკლედ კომენტატორს მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო და დამიწერა ესე იგი პასუხად რომ სრულად დავფარეო, ანუ იყო დარჩენილი მე ძალიან ცოტას ვრიცხავდი ხოლმე ხან 5 ლარს, ხან 10 ლარს და ესე და ესე მინდოდა დამეფარა ჩემჭკუაში და თან ნერვიულობდი, იმიტომ რომ მე ეხლა ახალი წესებია მგონი როგორც გავიგე და შესაძლებელია გაეთიშათ თუ სრულად არ იქნებოდა დაფარული. შესაძლებელი არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით წინა ვიდეოშიც ვთქვი ეს რომ არ ვიცი თქო ზუსტად და მოკლედ ეს რომ დამიწერა ყბა ჩამომვარდა სიხარულისგან ისე გამიხარდა ისე გამიკვირდა და გამიხარდა ერთდროულად რომ აი გეფიცებით სულ მადლობებს ვიძახდი ხმამაღლა და სუსუ გაოცებული მეყურებს და დედა მეთქი ესე მეთქი და მართლაო ისე გავხარდა სუსუს მოკლედ ნუ პირველ რიგში მე მიხარია ხოლმე იმიტომ რომ მე ვფიქრობ ძირითადად ამაზე მე მაქვს სადარდებელი და ვაიმე ძალიან დიდი მადლობა კომენტატორს რომ სრულად დაფარა, ანუ დარჩენილი იყო 111 და რაღაცა რა ხურდები, მოკლედ აი ეს ტვირთი რომ მომიხსენი 100 მაგათ, 1000 მაგათ, აი ეს მოულოდნელი სიხარულის განცდა მოეცეს თუ როგორ ვთქვა, მოენჭებინოს უფალს თქვენთვის და აი სიხარული და სულ ესეთი სიკეთით გევლოთ ძალიან დიდი ხანი და ნუ არ ვიცი რა, აი ღმერთმა ამრავლოს ესეთი ადამიანები, მეც სხვათა შორის არ ვარ ნაკლები, როცა მქონდა რა თქმა უნდა საშუალება, უბრალოდ ეხლა ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ნუ ესეც ხდება ხან ზემოთ ახლა, ხან ზემოთ ჩახვალ, მოკლედ ხო და ღმერთმა აი ბარაკა გაგიასმაგოთ, გაგიათასმაგოთ სიხარული და სიყვარული და რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან დიდი ტვირთი მომიხსენი და ეს საფიქრალი ხო და თან კიდე გუშინ კვირა რო იყო და არ ჩაირიცხა YouTube ხელფასი, მაგაზეც ვინერვიულე თავისთავად, იმიტომ რომ ერთი დღე კიდე პლუს დამატებითი, ანუ გადაცილების იქნებოდა დასამატებელი და ეხლა ხელი რო გავუწი ესე გაფი გამეთამაშე, ეგონა რომ მეთამაშებოდი. ხო ეს ჩვევა მაქვს მე საერთოდ ეს ხელებით რატომღაც არ ვიცი, ეტყობა ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მოკლედ. ხო და ესე იგი რატო არ მეძინა? იმიტომ რომ დილას უნდა დამერეკა ანუ კრედიტ ოფიცერისთვის, რომელიც მეტყოდა ზუსტ თანხას, რაც დარჩა გადასახდელი და ყოველი გადაცილებულ დღეზე, ანუ გამოვიდა 11 დღე გადაცილება და ჯამში გამოვიდა 266 ლარი და 35 თეთრი. და ხო YouTube ხელფასი ჩამერიცხა, მე ხო გითხარით ადრე რომ 104 ეწერა, მე გითხარით ისიც რომ ალბათ გამოვაკლდება სავარაუდოდ 4-5 ევრო თქო და მართლა ესეც მოაკლდა და ჯამში ანუ ჩამერიცხა 99.65 და როგორც კი დაჯდა საბანკო ანგარიშზე ეს თანხა ეტყობა საქართველოს ბანკის დაბალი კურსით გადაახურდა და შეადგინა 284 ლარი და რაღაცა თეთრები. თეთრებს აღარ დავაკვირდი, აი არ მესიამოვნა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხლა საერთო კურსის იმითი 6 ლარით ნაკლები გამოვიდა. ნუ კაი. ხო, და მოკლედ ეგრევე გადავრიცხე თავისთავად და 17-18 ლარი დავჭა YouTube-ის ხელფასიდან. ანუ შემდეგ თვეში არ ამგონია ეხლა იანვარში შემისრულდა ის ზღვარი და ანუ ავიღო ხელფასი, არ ვიცი, მართლა სად მიდიხარ? გაფი, სად მიდიხარ? მოკლედ რა. ხო და ასე რომ დიდი მადლობა. ძალიან გამახარე და საერთოდ მინდა რომ ადამიანები ყველა იყოს გახარებული, ყველამ მოიხსნას ეს ტვირთები და აღარ იყოს ეს ამდენი საფიქრალი, ამდენი ნერვიულობა.
აი ვუსურვებ მე ჩვენ ქვეყანას აი ისეთ მდგომარეობას, რომ ადამიანებმა ისწავლონ ცხოვრებით ტკბობა და შეიგრძნონ ის სიცოცხლე, ისედაც პაწეწუნა ესეთი ხო რამდენი ხანი ცოცხლობთ ადამიანები და ისიც ესეთ წვალება ტანჯვაში და ყველას უსურვებდი, ყველასაც თავად არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი, კარგი, ყველას აბსოლუტურად უსურვებდი, რომ ეგრძნოთ თავი ადამიანებად და ანუ დადგმდნენ აი ამ ასე ვთქვათ ცოტა სევდიანია, მაგრამ ამ მოკლე სიცოცხლით, რაც ჩვენ გამოყოფილი გვაქვს დედამიწაზე და ნუ ბედნიერებას გისურვებთ მოკლედ. ხო და ესე, ეხლა გაჩვენებთ ამას რაც შეგვიძლია თაობის ხალხს მე მგონი ყველას ეცოდინება ეს მეთოდი. არაფერი აქ ესეთი არ არის, ახლა ფურცელზე გაჩვენებთ ამ მაგალითს, ვინც არ იცის, რა თქმა უნდა. ანუ თავისთავად ეხლა როცა ფურცელი არ არის ოთხკუთხედი, ვიცით როგორ გავხადოთ ოთხკუთხედი. ძალიან მარტივია. ანუ ვიღებთ აი ასეთი ფორმით, ანუ მოვკეცავთ. კარგად, ასე ვთქვათ, გავასწორებთ. ასე. და ზედმეტს, ანუ აქ ეს ზედმეტი რაც არის, ამას მოვჭრით. ხო. ეს ზედმეტი მოვჭრათ. თუ ოთხკუთხედია, ვკეცავთ ესე, ანუ სამკუთხედი რო გამოვიდეს, კიდევ გადავკეცავთ და კიდევ ერთხელ გადავკეცავთ. всё. მოკლედ მიხვდით ხო? ანუ ესეთ მდგომარეობაში იკეცება, ანუ ჯერ არის ოთხკუთხედი, ვკეცავთ ასე, შემდეგ ასე და კიდევ ერთხელ, ანუ ამ ზედა ნაწილს, ანუ აი ამას ესე ვასწორებთ. დაახლოებით აი ასე, რომ გამოვიდეს სამკუთხედი. ხო, და ძალიან მარტივად ვიწყებთ, ანუ აქედან ბოლომდე არ ჩავჭრით, ანუ აი აქამდე რომ მივალთ, ჩერდებით, ვატრიალებთ, იგივეს ვიმეორებთ, მივდივართ, ბოლომდე ჩერდებით, ანუ ბოლომდე არ ვჭრით, ვატრიალებთ, ისევ აი ესე ვატრიალებთ. ხო, ბოლომდე არ ჩაგეჭრათ, თორე ის ანუ გაბჭებული იქნება. ეს წინა ვიდეოში მე გითხარით და ბოლოს ეს სამკუთხედს აი ესე მოვაჭრი უბრალოდ, всё. ვიქცეშ დამივართ. და ბოლოში ანუ მოვაჭრით, ხო. ეს გითხარით, რომ ანუ საახალწლოდ თავისთავად ბრჭყელა ქაღალდებით კეთდება ეს. ну სასურველია რომ იყოს ისეთი ბრჭყელა ქაღალდი, რომელიც ხელში არ შემოგეხევათ რა მოკლედ. მე ადრე ვიყიდე მთელი შეფუთვა შესაფუთი ქაღალდები, უფრო ისეთი ანუ როგორ თქვა, ქაღალდი ქვია, მაგრამ ეს ჭრაჭუნა რა მოკლედ ბრჭყელა ქაღალდები და ეს ოპტავს რო ეძახიან რა ოპტავშიკებთან საკმაოდ იაფად ჩამივარდა და ძალიან ბევრია რა ერთ შეკრაში და გამომადგა რა მოკლედ აი დაახლოებით ახლა ეს გავხსენი უკვე რა ანუ რაც დავჭერი ახლა ეს გავხსენი და აი ესეთი როგორ გითხრათ აი ესეთი რაღაცა კეთდება რა მოკლედ მეცადეთ რომ კარგად რო გამოჩნდეს მოკლედ აი ესეთი და ახლა გაჩვენებთ მე თვითონ ამ ქაღალდისგან როგორ დავამზადე ანუ აი ესეთი ქაღალდისგან, აქედან ვერცხლისფერია, აქედან წითელი. ახატია ესა ფიფკები. საახალწლო ფიფკები. და აი ამ ქაღალდზე გეუბნებოდით, რომ ძალიან იაფად ჩამივარდა ვიყიდე. მოკლედ, ახლა რა ხდება? ეს რახან ესეთი ანუ ქაღალდი ხო უფრო მკვრივია. ესეთია, აი ესე უცბად იშლება. ხო, ესეთი რამოდენიმე ვისაც რამდენი გინდათ, ახლა თუ მთლიანად ოთახში გინდათ რომ გააბათ, მაშინ ბევრი გაკეთება მოგიწევთ. და მოკლედ აი ასე ეს გავშალოთ. ესეთია,
უფრო კარგად რო გამოჩნდეს, ასე დაგანახებთ. აი ასე. ხო, ეხლა რა ხდება? მოკლედ, აი რატო ვთქვი სილიკონი. სილიკონი უფრო ალბათ მოსახერხებელია. მე ვფიქრობ, რა ვიცი, შეიძლება სკოჩითაც გაკეთდეს, არ არის ვფიქრობ პრობლემა. მოკლედ, აი ეს ნაწილები, ანუ პატარები ერთად ერთდება, ანუ მიწებდება. რომ ანუ იყოს ესეთი როგორ ვთქვათ, გაგრძელება, ხო? და აი აქ, სადაც ფართეა უფრო რა. მოკლედ ეს ფართე რამოდენიმე აი ეს ქვედა ნაწილის ესეთი ისინი, აი ესე ერთად უნდა შეაერთოთ. აი ასე. ნუ დაამაგრებთ, შეგიძლიათ სკოჩით შეკრათ და მერე დააწეპოთ. და დაახლოებით აი ესე რამოდენიმე ასეთი სექტორი, ასე მიდის, ესე გადაბმები და კეთდება, ასე ვთქვათ, გირლანდას რო ეძახიან რა, ადრე ჩემ ბავშვობაში იყო ქაღალდის ისე მიყვარდა. ესე გოფრივით ესე იშლებოდა ლამაზად, ისეთი გრძელები იყო. ხო, და შუაში, ანუ აქ უნდა იყოს რაღაცა ძაფი, თოკი, ნუ მოკლედ წვრილი რა. კანაფის ძაფი ან რაღაც ესეთი და უნდა იყოს რა თქმა უნდა ჩამაგრება გაკეთებული თოქთან რომ ფორმა არ დაკარგოს და არ ნუ ფორმა არ დაკარგოს ეს ფორმაც არ დაკარგოს უბრალოდ რომ ყარად იყოს რა ზედ ჩამოკიდებული ხო და იქნება ძალიან ლამაზი რა აი ესეთი როგორ ვთქვათ გოფრირებული პატარები შეგიძლიათ გააკეთოთ შეგიძლიათ დიდები გააკეთოთ ვისაც როგორ მოესურვება რა მოკლედ აი ესეთი ძალიან მარტივი მეთოდით თან გასართობით არის ბავშვებთან ერთად დაждები დაჭრი გააკეთებ და ესეთი გირლანდებით შეგიძლიათ მორთოთ სახლი და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება არ არის ესეთი როგორ ვთქვათ უბრალო და ეს ქაღალდები არ ვიცი ახლა კიდევ იყიდება თუ არა ზუსტად ესეთი ტიპის რა ანუ შესაფუთად რო უფრო არის დანიშნულება შესაფუთია მოკლედ შეგიძლიათ ყვავილის შესაფუთი ქაღალდები გამოიყენოთ მართალია ყვავილის შესაფუთი ცოტა უფრო ესე როგორ ვთქვათ რუსული სიტყვა ეს ხრუბკი სათუთი ხო ქართულად სათუთი. უფრო სათუთია, იმიტომ რომ ცოტა პატარა ესე რომ გაწიო, ну აი ესე რომ მოკიდო ხელი. ეხლა ამას რომ კიდებ, ესეც არ არის თვალ ახლა ისეთი ყარი და რაღაცა, მაგრამ იმას შეიძლება უცბად წავიდეს რა, ღვევა მოხდეს რა, მოკლედ ძალიან სწრაფად გაიხეს და ამიტომ ესეთი ქაღალდი არის თუ ნახავთ ძალიან კარგი იქნება. და ნუ ალტერნატივა თქვენ შეგიძლიათ ქაღალდის იყოს უბრალოდ შეიძლება უბრალოდ ანუ როგორც ჩვეულებრივი ქაღალდი მაგრამ იყოს რაღაცა სიპრიალე კონდეს მოკლედ ვის როგორ და რითი მოიფიქრებს არ ვიცი ახლა უცბად გავიფიქრე ნაჭრითაც შესაძლებელია ოღონდ ნაჭრიც უნდა იყოს ისეთი აი ტაფტა თუ რაღაცა ესეთი ქვია მოკლედ აი ეს ჭრიალა ნაჭრებიც ხო არის და მითი ალბათ ესეთი გამოვა ხო და ესე მეგობრებო პირობა შევასრულე გაჩვენეთ მოკლედ ამას კიდევ დავჭრი გაჩვენებთ ანუ უკვე შედეგს რა ესე გავკიდავ ნახოთ თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული საქმეები არ გამომიჩნდა აუცილებლად გაჩვენებთ ხო ფიფქი გავაკეთე დიდი ფიფქის გაკეთებასაც გაჩვენებთ ბევრმა იცის რა თქმა უნდა ვისაც უყვარს რა თქმა უნდა ესეთი რაღაცეები და ვინც არ იცის მათაც ვაჩვენებ ახლა და ინტერნეტშიც არ არის ცოტა ინფორმაცია ამის თაობაზე შეგიძლიათ ინტერნეტშიც ნახოთ მაგრამ არის სხვადასხვა ტიპის ფიფქები, ანუ არის სტანდარტული, როგორც არის სინამდვილეში 6 ქიმიანი და არის მრავალქიმიანი. საერთოდ ბუნებაში 6 ქიმიანი ფიფქები არსებობს რეალურად. ანუ სიმეტრიულია და საოცრებაა მართლა, აი
არ არსებობს, რომ რაღაცა განსხვავებული, განსხვავებული ხა თვითონ ჩუქურთმებით განსხვავდება, მაგრამ ქიმების რაოდენობით არასოდეს სულ ერთნაირად არის. ხო, ესეც რაღაცა სასწაულია ცხოვრების. სოსო არის მანდის პარკი დევს, სადმე ის აი ამების სადღაც ეს დავდე, აღარ მახსოვს. მან თუ არ არის. მომაწოდე. ხო. აი ხო გაჩვენებთ რამდენი ეს კიდევ განახევრებული მაქვს ამ შესაფუთით ფუთავდი სოსო პატარა რო იყო საჩუქრებს მოკლედ ასე ახლა ისინი მაქვს ჩაწყობილი მეგობრებო ეს როგორ გაჩვენოთ ახლა არ ვიცი ძალიან დიდია მოკლედ აი ესეა ალბათ მიხსებით ხელია ძალიან და რომ მგონია რომ ერთს ვიღებ ხოლმე ორ-ორს ვიღებ თუ საკმაოდ ბევრია აქ ესე და არის აი ამ ხელები ეხლა ჩინით კიდე რაცა ნაჭრები მაქვს ჩადებული და ესეთი სიმართლე გითხრათ ზუსტად არ მახსოვს რამდენი გადავიხადე ბევრი არა ნამდვილად მახსოვს ეს არის დაახლოებით 4 წლის უკან თუ მეტი არა რა 4 წლის უკან რას ამბობთ ეხლა გამახსენდა რომ ამ ქაღალდებში შევფუთე სოსოს პატარა რო იყო საჩუქრები ჯერ კიდე მამაჩემი ცოცხალი იყო ამის რაღაც 2019 აი ნახეთ კიდე რამდენია აი აქ მიხდებით და ეს არის კიდე განახევრებული გლომად ჰქონდა ეს ესეთი რაღაცები იყიდება ქალაქის გული როა იქ არის ქვემოთ მიწისქვეშა ავტოსადგომი და მანდ არის საკანცელერიო მაღაზია და ის ზუსტად მაგ საკანცელერიო მაღაზიის წინ იყო ანუ ეს შეფუთვები იმისი რა ქვია ჩანთები რა სასაჩუქრე და აი მანდ ვნახე ადრე მაგრამ არ ვიცი რაც რო გავიდა რაღაცნაირად გააძვირეს რაღაცები მანდაც და ეხლა ყველაზე ხელსაყრელი რა ვიცი ფასები რაც იყო ბოლოს რაც ვნახე შარშან ეს იყო ძმებში ძალიან იაფად ვიყიდე სასაჩუქრე ჩანთები და ლამაზები ერთი მეორეზე უკეთესები აი რო ირჩევდი მართლა ჩვენ ბავშვობაში ახლა ჩემ თაობას თუ ახსოვს ღია ბარათები ანუ ეგრეთ წოდებული ატკრიტკები რო იყიდებოდა ეს ეგრეთ წოდებულ კიოსკებთან და სადაც გაზეთები იყიდებოდა ესე გამოფენდნენ ხოლმე ამ ღია ბარათებს და აი არ დამოვიწყდება ის ემოციები ყველა სათითაოდ ისეთი ლამაზები იყო მახსოვს ესე რომ ეწყო ესე პაჩკა ესე და რომ ვარჩევდით რა აი ეს მინდა ესეც მინდა ესეც აი ესე რომ ვარჩევდით ხოლმე მაშინ იყო ეს კულტურა პრინციპში ახლა ეს მობილურებმა და ასე ვთქვათ гаджеტებმა ჩაანაცვლა თორე ადრე ღია ბარათებს ვგზავნიდით ჩვენ ახლობლებს დარეკვაც შეგვეძლო რა თქმა უნდა მაგრამ ეს იყო რაღაცა ეს სიმბოლური 8 მარტზე საახალწლოდ აი სააღდგომო არ მახსოვს მაგრამ მგონი იყო ესეც მაგრამ მე უფრო დამომახსოვდა ბავშვობიდან ეს 8 მარტის ღია ბარათები და საახალწლო საახალწლოზე ვგიშდებოდი ეს ნაძვისხე იყო მახსოვს ეს მულტფილმების გმირები ეს ჩიბურაშკა და ესეთი და ნაძვისხის ძირში რო დგანან ნუ არ ვიცი რაღაცა საოცრება იყო და კიდე ის თოვლის ბაბუა რო მოქროდა თავისი მარხილით და ეს ესეთი ლამაზი ნახატები იყო ნუ გაფორმებულიც იყო რა თქმა უნდა ის ვერცხლისფრად რაღაცა ის ანუ მაშინაც იყო ეს ხო და ძალიან მენატრება ის ღია ბარათები რამოდენიმე წელიწადი აი რო გადმოვდიოდით რა ჩვენი მისამართიდან ძველი მისამართიდან მაშინ აღმოაჩინე რაღაცა ღია ბარათები და გამახსენა ის ძველი დრო ნოსტალგია ძალიან კარგი